თამაში არის სხვადასხვა გზები, სადაც შეიძლება ბრძოლის გამართვა. იმის დარხელი თუ რამე და მოწინააღმდეგეს განადგურებთ, მოგეცემათ მედლები და შესაბამისი თანხა. თამაში გამოჩვენებულია 2010-2011 წელს და ყოველდღიურად ვინაობს რისი განახლება. დაახლოებით 2014 წლის აგვისტოში გამოვა მისი ბოლო ვერსია. მაქსიმალური გრაფიკა. კარგების დიზაინი შექმნილია რეალობასთან მიახლოებით 100%. მისი გამოშვების წლებიც და ისტორიაც სწორად არის აღდგენილი თამაში. აქ არის სხვადასხვა ქვეყნების ტანგები, არა მხოლოდ ძველი მსოფლიო ომის, არამედ ახალი უნივერსალური ტანგებიც. განსხვავებულია მათი დიზაინით. ზოგიერთ ტანგი შორ მანძილზე ისთვის, მაგალითად S-ი. სხვა ტანგები არის სწრაფი, რომელსაც ჩვენ ამ წუთას თვალყურს ვადევნებთ. არის მაქსიმალური დამიზიდვების საშუალება. ორსკენ გავარაგურეს, მაგრამ აქ შემიძლიათ სხვა თამაშებისთვის თვალყურის მიდევნება. თუ ბრძოლის ველს არ დავტოვებთ პირდაპირ ერთულ კარაეჟით, თქვენ თანხა მაინც მოგეცემათ და ტანგის შეკეთების ზარალს მაინც ანაზღაურებთ და თუ მას დატოვებთ, თქვენ არანაირი ქულა არ მოგეცემათ და ტანგის შეკეთებაც თქვენი ხარჯებით მოგიწევთ. თუ თქვენიანები გაიმარჯვებენ, თანხა მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგეცემათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ რამდენიმე ძალიან მცირე რაოდენობით მოგეცემათ ქულები. აი სპგსი, რომელზეც თქვენ გესაუბრებოდით. სწორედ ეს არის ტანგი, რომელიც დაახლოებით 500 მეტრის რადიუსზე ხსნის ზუსტ ცენტრს. ამ ტანგს ყველაფერი ტანგსაც უზახიან. ეს სრული აღჭურვილება არა აქვს, აკლია ლულა, ძლიერი მოტორი და ასევე ჯაჭვებით ძალიან დიდი ხარისხისა. ტანგის აწყვეტა შეუძლიათ თქვენი ხარჯებით. ყველა ბრძოლის შემდეგ გეძლევათ ქულები, რომლებიც გეხმარებათ გახვიდეთ კავშირზე უფრო კარგ კომპანიებთან და შეეძინოთ უფრო კარგი ტანგი. მე ამ შემთხვევაში ვტოვებ ბრძოლის ველს და გადახებ თუ როგორ არის შესაძლებელი შევაგათოთ გაბრძოლის ტანგები. ტანგს აწერია იბეზულ, ანუ ბრძოლაშია. საერთო ბრძოლა არ დამთავრდება. აი ძველი ფრანგული ტანგების გერმანული, რუსული, აქ არის ასევე ამერიკული, რომელიც მე აქ შემთხვევაში არ მყავს და რუსულები. რუსული ტანგები საკუთრებულია თავისი სისწრაფით სხვა ტანგებთან შედარებით, მაგრამ ლეველების შედეგად ისინი იცვლება. მე შევძლებთ ტანგები თუ როგორ შეიძლება მათი ლება. აქ არის რისერჩ გახლობთ მას. აი თუ ამ ყველაფერს გავხსნით, გზას გავიკლოთ ამ ტანგისაკენ და რისერჩის საშუალებად ამ ტანგის ყიდულს. მაგრამ ჩვენ დაგვიყვანს შესაბამისი ხლები. მე მაქვს მხოლოდ 372. აუცილებელია იყოს ამით და ვიდით სულ უძრაი. აგერ აქ არის ყველა ტანგი მოცემული. ტანგების შემთხვევაში წება სწორედ აქ არის
სხვადასხვა დასახლებები, დისტროიერები, რომლებიც უფრო ძველი და სხვა ტანკებთან შედარებით, მაგრამ უფრო ძლიერია. იმის მიხედვით, თუ რა სიძლიერესა ტანკი გაისაზღვრება ასევე ბრძოლის ძველი სიძლიერეც. ამ თამაშში ჩაწერა შესაძლებელია წერტილის სუდან. აუცილებელია ჰქონდეთ მაილ რომ მის გარეშე შეუძლებელია დარეგისტრირება და ასევე ჩაწერაც. თამაშს აჩნდება არანაირი მოწვევა. აუცილებელია ჰქონდეთ გაგაჩნდეთ მაილ რომ და დარეგისტრირდეთ. დარეგისტრირების შემდეგ შესაძლებელია მისი ჩაწერა. ტანკი სულ და არა ონლაინ ტანკი. ონლაინ ტანკი სხვა თამაშია. მას უფრო ცუდი გრაფიკა აქვს და ის უფრო უცხოურ, ანუ პლანეტურ ტანკებზე ვითხრობს, რაც არ არის და ძალიან შორს არის დიალოგისგან ამ თამაშთან შეცვლილებით და გრაფიკაც უფრო ცუდი აქვს. დავადებით კითხვების ყოველ შემთხვევაში მომართ.